ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს რუსეთის პრეზიდენტისგან ვლადიმერ პუტინისგან უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად გარიგების დადება იხილოს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსულ ნავთობზე მეორად ტარიფებს დააწესებს, როგორც ტრამპმა აღნიშნა, უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილი სავარაუდოდ იყო ის, რის გამოც ომი დაიწყო. მარკო რუბიო დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება, ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების შესახებ ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ეს ამერიკასა და დანიას შორის გამართული პირველი მაღალი დონის შეხვედრა იქნება. Financial Times-ის ცნობით, მხარეებს შორის შეხვედრა ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებში იგეგმება, თუმცა გამოცემას წყაროებმა განუცხადეს, რომ ამერიკასა და დანიას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე შეხვედრა შესაძლოა გაუქმდეს. ცნობისთვის ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 3-4 აპრილს გაიმართება. გაზპრომი აპრილიდან სლოვაკეთში ბუნებრივი აირის მიწოდებას მნიშვნელოვნად გაზრდის. ამის შესახებ სლოვაკური ენერგოოპერატორი სლოვენსკი პლინარენსკი პრიემისელი უწყება. გაზპრომმა სლოვაკეთისთვის გაზის მიწოდება თებერვლის დასაწყისში განაახლა, აპრილიდან კი მოცულობა რამდენჯერმე გაიზრდება, თუმცა სლოვაკურ ენერგოკომპანიაში არ აზუსტებენ კონკრეტულად რა მოცულობაზეა საუბარი. აღსანიშნავია, რომ უკრაინიდან რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის შემდეგ სლოვაკეთისთვის რუსული გაზის მიწოდება უნგრეთის საშუალებითაც დაიწყეს, რომელსაც თავის მხრივ ბუნებრივი აირი სწორედ თურქული ნაკადის საშუალებით მიეწოდება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ. გაწვევა 1 აპრილიდან 15 ივლისამდე პერიოდში უნდა განხორციელდეს და შეეხება რუსეთის ფედერაციის 18-დან 30 წლამდე ასაკის მოქალაქეებს. რუსული მედიის ცნობით, გასულ წელს საგაზაფხულო გაწვევა ვრცელდებოდა 150,000 ადამიანზე, 2023 წელს 147,000 ადამიანზე, 2022 წელს 134,500 ადამიანზე. ზრდა დაკავშირებულია პუტინის ბრძანების რეალიზაციასთან რუსეთის არმიის რაოდენობის ეტაპობრივი გაზრდის შესახებ. ჩინეთმა ტაივანის გარშემო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო, ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს. ჩინეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ერთობლივი წვრთნები საჰაერო, სახმელეთო და სარაკეტო ძალებს მოიცავს და ტაივანის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მკაცრ გაფრთხილებასა და ძლიერ შემაკავებელ საშუალებას წარმოადგენს. ამასთან ჩინეთის არმიამ სამხედრო წვრთნების გამოცხადების შემდეგ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ტაივანის პრეზიდენტი ლაი ცინგდე გამოსახულია როგორც პარაზიტი, რომელიც კუნძულს წამლავს. ტაივანის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კუნძულის გარშემო ჩინეთის საზღვაო ძალების 19 ხომალდი დააფიქსირეს. ერევანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამდივნო საცნობა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ თავს იკავებს ორგანიზაციის დაფინანსების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერისგან, ინფორმაციას მედია საშუალებების სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ. მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2000 აჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო France 24 ავრცელებს. მიანმარის სამხედრო ხუნტას ცნობით დაშავებულთა რაოდენობა 3900-მდე გაიზარდა, ხოლო 270 ადამიანი დაკარგულად ითვლება. სამხედრო ხუნტამ მიანმარში ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა. ამასთან ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, სადაც დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად 30 სართულიანი მშენებარე შენობა ჩამოინგრა, დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. შეგახსენებთ, პარასკევს 28 მარტს მიანმარში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამერიკის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი 6.4. ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე მიაღწია. კანადელი მილიარდერი ლორენს ტროლი ბრიტანულ ასტონ მარტინში დამატებით 125 მილიონის ინვესტიციას დააბანდებს, რითაც საკუთარ წელს დაახლოებით 33%-მდე გაზრდის. ტროლი კომპანიის 75 მილიონ აქციას იყიდის და თითოეულ მათგანში 70 პენსს გადაიხდის, რაც საბაზრო ფასთან შედარებით მცირედ პრემიუმს წარმოადგენს. უშუალოდ ავტომწარმოებელი კომპანიის გარდა ასტონ მარტინი საკუთარ წელს ფორმულა 1-ის გუნდშიც ამცირებს, რომელსაც თავად ლორენს ტროლი აკონტროლებს. კონკრეტულად ვინ იყიდის ასტონ მარტინის სარბოლო ბიზნეს უცნობია, მაგრამ გამორიცხული არ არის წილი კვლავ კანადელმა მილიარდელმა გაზარდოს, რაც სულ მცირე 74 მილიონი დაუჯდება. ბრიტანული კომპანიის ეს გადაწყვეტილება ცუდ ფინანსურ შედეგებს და აგრეთვე ცუდ პროგნოზს უკავშირდება, მით უფრო რომ ვითარებას დონალდ ტრამპის მიერ იმპორტულ ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფი ამწვავებს. სიახლის გავრცელების ფონზე ასტონ მარტინის აქციების ფასმა 13%-ით იმატა, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში კაპიტალიზაცია მაინც 35%-ითაა შემცირებული. საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი შემცირდა. ერთკვირიან პერიოდში ბუშელი ხორბლის ღირებულებამ დამატებით თითქმის 3.8%-ით იკლო და $5.27 შეადგინა. ბოლო პერიოდში ხორბლის გაიაფების მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილ მოსავალს და გარკვეულ რეგიონებში ხორბალზე შემცირებულ მოთხოვნას უკავშირდება, რაც ფასის კლებას უწყობს ხელს.